ფაქტობრივად ცარიელი საახალწლო კონცერტი და საახალწლო სოფელი უпроსტორეთ და გაუქმებული საახალწლო ღონისძიება. სწორედ ასე შეხვდება დედაქალაქი 2026 წელს, რადგან კახა კავაძის გადაწყვეტილებით დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება აღარ გაიმართება. პირველების ინფორმაციით დედაქალაქის მერმა დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება გააუქმა და ჩანაწერი რამდენიმე დღის წინ გააკეთეს, რომელსაც მოქალაქეებს სწორედ სამთავრობო მედიის მეშვეობით რამდენიმე საათში შესთავაზებენ. მოქალაქეები ამბობენ იმას, რომ როგორც ჩანს დედაქალაქის მერს და ქართული ოცნების წარმომადგენლებს შეეშინდათ ცენტრალურ გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის და შესაბამისად ქალაქის მერმაც ამჯერადაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ გალა კონცერტი ჩანაწერის მეშვეობით შეეთავაზებინა მოქალაქეებისთვის. თუმცა გალა კონცერტის მსგავსად დღეს ჩვენ რამდენიმე საათის განმავლობაში ვიმყოფებოდით საახალწლო სოფელში, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე არის წელს მოწყობილი, რადგან რუსაველის გამზირზე არის უკვე უწყვეტი პროტესტის რამდენიმე თვე და შესაბამისად დედაქალაქის მერმა ამჯერადაც გადაწყვიტა, რომ რესპუბლიკის მოედანზე მოეწყო საახალწლო სოფელი, თუმცა დღეს იქ მოქალაქეების რაოდენობა ძალიან მცირეა, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს შევხვდებით. ჩვენ რა თქმა უნდა ვცადეთ, რომ მოქალაქეების მხრიდან მოგვესმინა სურვილები, თუ რა სურვილები ჰქონდათ მათ 2026 წლის დადგომასთან დაკავშირებით, თუმცა საქართველოს მოქალაქეს საახალწლო სოფელში ნაკლებად ვიპოვით, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც ჩვენთან საუბარში ამტკიცებენ იმას, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის. Милоцет ახალი წელი русский. ქართულად Из России. На русском можно? რუსულად არ საუბრობთ ოკუპანტის ენაზე. Нет, Россия не оккупанты, Россия супер, Грузия тоже супер. გამარჯობა. საუბრობთ ქართულად? From Russia, I don't speak German, sorry. რუსეთიდან ხართ? You need Yes. what you have? Happy New Year. Veni. Okay. არიცით ქართული? შეგიძლიათ ახალი წელი მივუოცოთ საზოგადოებას? არა. არ საუბრობთ ქართულად? არა. მე ვსაუბრობ, მაგრამ არ შემიძლია. შეგიძლიათ რომ მივუოცოთ ახალი წელი საზოგადოებას? Из Армении. საიდან ძამდებით? Armenia. ახალი წელი მივუოცოთ ხალხს დამდეგი. I don't speak. არ საუბრობთ ქართულად? I'm Turkish. არ საუბრობთ ქართულად? Из Азербайджана приехал из Баку. გამოჩნდება თუ არა დედაქალაქის მერი დღეს საზოგადოებასთან, ეს კითხვა ჯერჯერობით არის პასუხგაუცემელი, რადგან ამ დროის განმავლობაში ჩვენ არ ვიცით რას აპირებს ქალაქის მერი, მივა თუ არა რესპუბლიკის მოედანზე, რადგან რესპუბლიკის მოედნიდან რამდენიმე მეტრში ქვეყნის მთავარ გამზირზე არის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია დაგეგმილი, სადაც ნამდვილად შეიკრიბებიან ის ადამიანები, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. სწორედ რუსთაველის გამზირი იქნება დღეს როგორც ჩანს მოვლენების მთავარი ეპიცენტრი, სადაც საქართველოს ის მოქალაქეები შეიკრიბებიან, რომლებიც ერთხმად თანხმდებიან, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი წყდება ევროკავშირში და არა რუსეთში, როგორც ამას არ ამბობენ ევროპის მოედანზე, სადაც რუსეთის მოქალაქეები სამწუხაროდ ამტკიცებენ იმას, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული არ აქვს.